დღეს ყაზბეგის მარათონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ცხელი ვიდეო გელოდებათ. მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ 4, 10, 15 და 35 კილომეტრიანი გარბენი. სტანდარტულთან შედარებით ეს მარათონი მთაზე იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს სიმაღლეების აწევა. ამეწყო უკვე გონებაში ფიქრები, რომ უნდა დავანებდე. მე 15 კილომეტრიანი გარბენი ავირჩია და ყველანაირად ვუცდები, რომ მოხვდეს ზღვის დონიდან 3014 მეტრზე. გაჩვენებთ ულამაზეს ადგილს და გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს. თუ რამდენად ვისიამოვნებ, ამ ყველაფერს ვიდეოში ნახავთ და თუ კიდევ აქ ხარ, აუცილებლად გამომიწერე. გამარჯობა, ჩამოვედი ყაზბეგში, მაგიტო არაცდი ბედნიერი. დღეს გვაქვს უმაგრესი ამინდი და უმაგრესი ხედი. ნომერი უნდა ავიღო მორბენის და გავემზადო ხვალისთვის სარბენად. სავარაუდოდ აქ უნდა ავიღო ნომერი, იმიტომ რაღაც ძალიან ხალხმრავლობა. არა, ძალიან სხვაგან მოხვდი, რაღაცას შევეწარი ქორწილს. მქონდა გზამებნა. აუ მგონი ძალიან სხვაგან. მოვედი რეგისტრაცია გავიარო. მე გავდივარ 15 კილომეტრზე. ასე გამოვიტანე. ესე იგი მაქვს პატარა 4 ლიტრიანი ჟილეტივით ჩანთაყალი უნდა ჩავდო, საწვიმას გთხოვენ, წესებში ეწერა და ძიდამცავი, კეპი და სათვალე ზედმეკეთება. დამატებით მიმოქვს GoPro-ს დასამაგრებელი, GoPro მიკროფონები და ეს DJI selfie stick ახლა სამაგრე, რომელიც არის ძალიან მძიმე სირბილისთვის. ჯოხებიც თავნა მქონდეს საწავიღ. ძალიან მაგარი იქნება გადასაღება, რასაც დღეს გაჩვენებთ. ამ DJI stick-ს ვიყენებ პირველად დღეს. ცოტა რაღაც ის არის დასამუღამებელი მაქვს. მოდი რა, ძალიან ზევით იყურება. გამარჯობა. დღეს მარათონის დილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ცხელი და ყველაზე ენერგიული დღე იქნება. ძალიან ნერვიულობ, არ ვიცი რა მოხდება, 15 კილომეტრი უნდა ვირბინო, ასე გადავწყვიტე. ამ ვიდეოს წარმომდგენი არის M+ და Alti-Hat, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ მათი დახმარებით ვიღებ მარათონში მონაწილეობას. დილიდანვე ძალიან სიცხეა. წავედით, ვნახოთ რა ხდება სტარტის ხაზზე. მოვედი ყაზბაგი მარათონზე 50-ში დაიწყება რეისი, ძალიან ნერვიულობ. ხარ დავრჩენა. ჭამა. ათეთ ხორძებიან. როგორ განწყობით ხარ? შენ გამოდი ხარ? როგორ? 20 კილომეტრი, ძალიან მაგარი. გამარჯობა. რამდენს წარვიხართ? 10 კილომეტრი. 10 კილომეტრი. აკლიმატიზაცია გავლილი გაქვს, ტრეკიც ვიცით, 4 კილომეტრიანზე კარგად ვართ მომზადებულები, ასე თუ ისე. პატარა ტრამვები გვაქვს, ძირითადად მუხლებზე, მაგრამ განწყობა კარგია. ჯოხების დასამაგრებელი ჩემ ჩანთას არ აქვს და ძალიან მაინტერესებს როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერს ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევასრულებ ჩემ მისიას და ვნახოთ ან ჩვენ გზაზე გამოჩდება. I'm ready. ერთი ვიცი რა. სახმარად ნახატა მაქვს საქმე. And for sure, again, one more time, stay hydrated, get your water. If you don't have one, please get Sirvili. Potarbia mesfileba რომ წებში გავაკრძალო, მაგრამ არა მე ჩემი ტაქტიკით ვარ მოსული. არა ვარ თოთალი. და ნახოთ თუ გავაკეთებ. Let's go, Madi, Madi!
ალპი ისე გავუჩერდეთ, რომ ჩემი არ დავხარჯა და მე ყავს იქნა. ჭამა არ მინდა ჯერ. ხარე უფრო ვეღარ ვირბენ. წავედით. პირველი ჩეკპოინტი გავიარეთ. ამას სობაში გავიარეთ 2-ზე მეტი კილომეტრი. ჩემი საათი გაიჭედა. როგორც ყოველთვის. სიარა. უნდა ჩამოვშეთ, რომ მუსიკით არ შემიძლია. ეხლა ისინი სანამ არ წავენ, მე ვერ წავალ. ძალიან ხელს მიშლის ესეთი მუსიკა, მით უმეტეს კურსასმენები არსებობს მაგისთვის. How are you feeling? Not good. For a long time I'll do. We're going to 15 or? Oh, we're healthy. მე და არაფერი არ მინდა რომ დავინახო. და მე გაიბოლოდი. აი მომწონდა. ცოტა მომბია. ცოტა მოგოსმოთ ქაგზამ, არა? დავაი გორა ისო და მე 360-თან მანავთ. აი ღალას. ისე რა. უი, განა. გასხდე ვიყავი ხო ერთად? როგორ ხარ? კარგად, ცოტა. განსაკუთრებით. 15. ალტიჰადამდე. უნდა ავახციო. პირი ისე გამომიშრა. აი, ერთ სუპერკო. წავედი. ბაკა. ჩენს. თქვენ სუპერსტორად. Bye. Good luck. მე 15. ოი. და ერთხელ მადლობა იმ პლუს ალტიჰადს. მართალია. სახეს ვიხრა, მაგრამ როგორც შევალ და შევძებ რაღაცას. პროცესი ბოლოში სესია მონა იქნება. ამ მომენტში აღარ მინდოდა გზის გაგრძელება, იმიტომ რომ არ მქონდა წყალი, ვეღარ ვცაუბრობდი ნორმალურად, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა, თან რაღაცები დავკარგე ამასობაში და მე მაგას ვეძებდი. ძალიან გული დამწყდა. დროში ცოტა ჩამოვრჩი და საერთო ფონი ძალიან ნეგატიური მქონდა. ცოტაც. ძალიან შემიძლია დამეწყო უკვე გონებაში ფიქრები, რომ ვეღარ უნდა დავანებდე. არა, ძალიან ცოტაც. მოვედი თითქმის ალტიჰადთან ძალიან ცოტა დამრჩა. ცოტაც. აი მე ამას ვისხედა. მოვკვდი. აბა რა გეკონდა შე? მოდი ეხა გაიძერი ცოტა და ეგარი. ანა! ჯო, ეგარი, ჩაკეცვა. შეგიძლია წლები დალიო რაღაცეები. ნახე თუ ინახე. ოგა როგორ დამყვები. რავი, ყველგანა. თოი სადაც ხარ, შენ ჯორჯიაც იქ არის. დალი და ეს მოგიხდება, მაგრამ ეგ რა არის? აღგზენია იმე. წლების წინ, როცა პირველად გადავწყვეტე მთაში დამოუკიდებლად წასვლა, სწორედ ალტიჰადში მოხვდი. არასდროს დამოვიწყდება, როგორ თბილად მიმიღეს და გამიმასპინძდნენ ცხელი შოკოლადით. ალბათ მათი დიდი დამსახურებაც არის ის, რომ მე დღეს ძალიან მიყვარს ყაზბეგი და სეზონი არ გავა, რომ მათ არ ვესტუმრო. შევიდე ფეხსაცმელებით შეიძლება თუ ჩუსტებით ჩავიცვა. ფეხის წვერებით წამოვა. მადლობა.
მე ვარ ნიკა ალავიძე, ერთ-ერთი ალტიხატის დამფუძნებელი. როგორც თავიდან ამბობდნენ, ერთ-ერთი შეშლილთაგან, რომელმაც სხვა შეშლილებიც შემოვიერთეთ და აი აქ როცა არაფერი არ იყო და იყო ცოტა სამწუხაროდ დიდი ნაგვის და ნეხვის გროვა, დავიწყეთ დასუფთავებით და მერე დავამთავრეთ შემოგვეშენა ეს სამთო ქოხი და რეალურად სეზონიც გავზარდეთ, დავამატეთ ზამთრის სეზონიც, ალპური სრიალის, აი იგივე სკიტურის დისციპლინა, რომელიც ყოველ ზამთარს მასპინძლობთ ამ მიმდევრობის მოყვარულებს, ტრეილავთან ერთად მასპინძლობთ ყაზბეგის მარათონსა და ზამთარში სკიტურის, ანუ სკიმოს ფესტივალსაც და ტურნირსაც. ჩვენ უფრო მეტად ის გვიხარია, რომ ამ ალტიხატით, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, დაახლოებით 4-5 წელიწადში ეკოსისტემა შემოვიერთეთ. ძალიან მაგარი მეზობლები ყავს აგერ დეკა. სანამ ალტიხატამდე მოხვალთ, ასევე ადგილობრივებმა ძალიან მაგარი კაფე გააკეთეს 360. ერთად ვზრუნავთ უკვე ამ დასუფთავებაზე, ტურისტების უსაფრთხოებაზეც. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, აქედან ბევრი ცოტა უპასუხისმგებლად მოუმზადებელი და ამიტომ ესეთი ინფრასტრუქტურის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შეიფარონ, მიიღონ პირველადი დახმარებაც ბატონი გიორგი ქეშელაშვილი, ჩვენი პარტნიორი და იდეა რომ დაიბადა ერთ-ერთი იდეის თანაავტორი. აგერ კიდევ მეორე სუპერ შეშლილი ადამიანი, მამუკა ნიკოლაძე, რომელიც ამბობს, რომ დედამიწის ეს არის მოქალაქე და დედამიწა ზუვლის წინ დაუკან ყველაფერს. დათო დაბლა მარათონს იქ დაბლიდან ამაგრებს და ხშირად უნდა გვესტუმროთ, მოყვიდეთ. და ასთავარია გვესტუმრეთ აი იმაში ალტი ბიბლიოთეკაში. ბევრი და ისეთ საინტერესო წიგნს იპოვით, რომელიც ბარშიც კი არ არის, არა გეში. ბარშიც კი არ არის, ისეთი წიგნები გვაქვს აქ. ფასილ კეჟერაძის სახელობის ბიბლიოთეკაში შევიდეთ, რომელიც არის გამოიყურება ძალიან საინტერესოდ. ძალიან მომწონს აქაურობა. ყოველ წელს სტუმრობ მართლა, როცა ყაზბეგში ვარ. და ეს დიადი მყინვარი წვერის გზა. ეს პირველი გავიარეთ მაშინ ჩვენ. გამარჯობა ბატონო მამუკა. ესე იგი ჩემი მთელი ცხოვრება დავდიოდი მთაში. ჯერ პროფესიითაც გეოლოგი ვარ და მე ისედაც მიყვარდა რა მთაში და მთელი ცხოვრება მეძინა კარავში. აღჭურვილობა არ ქონდა და ესეთი ის ვიყავით რა, გაჭირვებაში ვიყო მთელი აი ეს საბჭოთა კავშირის დრო და რაღაცა და ოცნება მქონდა რომ სადმე ქოხი ყოფილიყო რომ იქ შემსულიყავი და დამეძინა. ხო და მოხდა ესეთი სიტუაცია რომ ერთხელ წავედით ჭაუხებში და ის ნიკა ალავიძე წავიყვანე პირველად რა, კიდე სხვებიც იყვნენ რა და იმან ეგრე მითხრა რომ აი ისო ტუალეტი სად არისო რა და მე ვთხარი მარჯვნივ ქალები, მარცხნივ კაცები მეთქი, იმიტომ რომ საქართველოში ტუალეტი არ არსებობს რა მთაში რა, იქ ქვას უნდა მოეფარო. ხო და ამან მითხრა რომ მოდიო ტუალეტი ავაშენოთ, სირცხვილია ამაზეო და მე ვთხარი მოდი ქოხი ავაშენოთ მეთქი რა. სინამდვილეში ეს ადგილი არჩეული მქონდა რა, მთელი რა ვიცი, კაიხნის წინ და მინდოდა რომ აქ გაკეთებულიყო რა ესეთი თავშესაფარი, მაგრამ თავშესაფარი ყოფილიყო ნორმალური და არა ისეთი რომ რაღაცა ნაგავში და იმაში იხჩობოდა. ამის მერე კიდე რა მოხდა, ეს ქოხი ავაშენეთ, ნუ დაგვეხმარენ ახლა იქ ჩვენი შვეიცარიელი მეგობრების აქ და ყველაფერი, მაგრამ რომ ნაგვის დალაგება დავიწყეთ რა. ესეც კაი ტრადიცია არის ჩემი აზრით რა. თუ რა ავაშენეთ, სამი მეგობარი, რომელმაც გადავწყვიტეთ ამის აშენება, ზათო ჭიჭინაძე, ნიკა ალავიძე და მე შევიკრიბეთ ერთად რა, სხვადასხვა ხედვა გვაქვს სხვათა შორის რა. რაღაცნაირად გამოვძებნეთ აზრი ესეთი რომ ესეთი ქოხი აგვეშენებინა. ეხლა ეს სახლის აშენებაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა რომ ამაზე დაგჭირდებოდა 1-3 თვე, 4 თვე უნდა გვეშენებინა და ერთ კვირაში ააშენეს ეს სახლი. აი ამ შვეიცარიელებმა 1-3 დღეში გადახურეს და მე ჩაგვაბარეს ესე გასაღები და გვითხრეს აჰა იგულავეთო ქართველებმაო რა. მერე ჩვენ მოვიფიქრეთ რაღაცეები ისეთი მაგალითად რომელიც არ არის ევროპაში რა. ესეთ იმაში ვერ ნახავთ ბიბლიოთეკას ევროპის ესეთ ქვეყნებში. ამის გარდა მაგალითად თეთრეული გვაქვს რა, სამთო ქოხებში თეთრეული არ არსებობს. არც ევროპაში და ხო არც ევროპაში და არც სხვა ქვეყნებში ვერ ნახავთ თეთრეულს, იმიტომ რომ საძილე ტომრებში იძინებენ. ხო ძალიან კომფორტულია, მაგრამ ამ დროს მაგას აქვს მეორე პლუსი კიდე რომ ადგილობრივი მოსახლეობას აქმდება რა, ამით ცხენებით ჩაგვაქვემოთ და მე იქ სამრეცხაო არის ყაზბეგში, რომელიც ერთი ოჯახია, რომელსაც ასევე შემოსავალი აქვს აქედან. რა ქვია იმას? მანგოშჭირია. მანგოშჭირი? ამ ხმარი მანგო. არ როს მიტამია. მაგარია. ოიც. ამყვები? ხო. ნახეთ, ეგ გიდი კაცი.
ახვამდის ძალიან სასიამოვნო იყო. ასე სასიამოვნო იყო და სულ წარმატებული. მადლობა თქვენს. კარგად. ძალიან მიხარია რომ მართლა ახლოდან გავიცანი ეს ხალხი, იმიტომ რომ ამდენი წელია დავდივარ და სულ შორიდან მესმის რაღაც ამბები. წავედით, ახლა უნდა ვირბინოთ. გამომიკეთეს ხასიათი. ამე გზები არის ჩავდა ხო? ხომრო. რაგარია? ჯინტონიკი. რა იქ ჯინტონიკი გალერი დროი. ო. აგასარი, იტე, მედია მოგეწონა ვიდეო. მე ძალიან მიხარია საერთო ჯამში. მაინც ძალიან კაი იყო. მედალიც წამოვიღე, ჩემი პირველი მარათონის მედალი.